Salami მეგობრებო, რა ხანია სვანეთის გარბენი დაიდო. Რამდენი ვირბინო? Რამდენი კილომეტრია საკმარისი? Დარბაშიც ვიარო თუ ისეთ სირბილიც მეყოფა. გილოცავთ მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ და მთელი ეს ბუღალტერია და აზრები მეც მაწუხებს და მოდით დღეს შევეცადოთ ამ ჭკვიანური წიგნების დახმარებით და ჩემი მცირე მოკრძალებული გამოცდილების დახმარებით ასევე გავერკვიოთ თუ ზოგადად მომზადების სქემა ულტრამარათონისთვის როგორი უნდა იყოს. ჯერ ორი სიტყვა ვთქვათ გარბენის არჩევის ზოგად პრინციპზე. აქამდეც მithქვამს და ახლაც გეტყვით, რომ თქვენი და თქვენი ამბიციები უნდა იყოს რეალისტური. Რა თქმა უნდა აირჩიოთ ის გარბენი, რომელიც გაშინებთ, ეს სწორია, თუმცა თუ არასდროს გირბენიათ და ბაზა არ გაქვთ, არ უნდა გაიწიოთ რაღაც დიდ ულტრამარათონზე. Ამიტომ იყავით რეალისტურები და დაისახეთ რეალისტური და მიღწევადი მიზნები. Როგორც ადრე გვითქვამს, ზოგადი პრინციპი არის ირბინო კვირის ჭრილში ჯამურად იმდენი კილომეტრი, რამდენიც თქვენს საბოლოო გარბენზეა. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვათ თუ თქვენი გარბენიც 5-6 თვეშია, დღეიდან დაწყებული, თქვენ უნდა დაიწყოთ და ყოველ კვირა ერთი და იგივე ოდენობა კილომეტრების ირბინოთ იმდენი, რამდენიც მოგიწევთ საბოლოო გარბენზე. Რა თქმა უნდა არა და თქვენს მზადების პროცესს უნდა გქონდეს მიკრო და მაკრო ციკლები და მოდით გავარკვიოთ რა ციკლებია ეს და როგორ უნდა გადაანაწილოთ თქვენი დატვირთვა. თუ კი სირბილის გამოცდილება და ბაზა გაქვთ, შეგიძლიათ ჩვენი ვიდეოს პირველი ნაწილი გამოტოვოთ და ეგრევე ბეის პერიოდს შეუდგეთ, ხოლო მათთვის, ვინც დამწყებია ან მათი ვარჯიში აქამდე არარეგულარულ ხასიათს ატარებდა, თქვენ transition პერიოდს უნდა შეუდგეთ. Transition პერიოდი მიზნად ისახავს თქვენი სხეული მიაჩვიოს დატვირთვას რეგულარულ ვარჯიშს და შემდგომ უფრო გაზრდილ კილომეტრაჟს და დატვირთვებს. ამიტომ უნდა დაიწყოთ თქვენი საბოლოო სამიზნე კილომეტრაჟის 30-40%-ით და თქვენი ყველა გარბენი უნდა იყოს პირველ-მეორე ზონაში. მათ ვისაც საათი გაქვთ, მარტივი განსასაზღვრია ეს და საათი პირდაპირ გეუბნებათ, რომელ heart rate ზონაში დარბიხართ. მათ კი ვისაც ესეთი საათი, fitness საათი არ გაგაჩნიათ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ სირბილისას საუბარი და მთელი თქვენი სირბილის პერიოდში შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, დიალოგი აწარმოოთ, ამ შემთხვევაში ეს გარბენი საკმარისად მარტივია და შეიძლება ჩაითვალოს მეორე ზონის სირბილად. ამიტომ მთელი ეს პერიოდი ამ ზონაში უნდა ირბინოთ, თქვენი ორგანიზმი უნდა ადაპტირდეს ამ დატვირთვისადმი და უკვე შემდგომ პერიოდებში თქვენ დაიწყებთ უფრო რთულ ვარჯიშებს და უფრო დიდ დატვირთვებს. Transition პერიოდი 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და ყოველი მეოთხე კვირა უნდა იყოს დასვენების. ეს რას ნიშნავს? ამ დროს თქვენ დარბიხართ იმის ნახევარს, რასაც აქამდე დარბოდით, აქტიურ დასვენებას ეწევით. ეს შეიძლება იყოს სიარული, გაწელოები, ჰაიკინგი და ასე შემდეგ. ის რაც გსიამოვნებთ, მთავარია თქვენმა სხეულმა დაისვენოს იმისთვის, რომ გაიაროს ადაპტაცია და შემდგომში თქვენ თავიდან აირიდოთ ტრავმები და თქვენი ზოგადად ვარჯიში უფრო სასიამოვნო იყოს. ზოგადად კვირიდან კვირამდე თქვენი კილომეტრაჟი და ელევაცია იდეალურ შემთხვევაში 10%-ით უნდა იზრდებოდეს. შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, მეოთხე კვირას თქვენ ისვენებთ და შემდეგ ისევ აგრძელებთ კილომეტრაჟის ზრდას. სქემატურად თქვენი კილომეტრების გადანაწილება კვირის ჭრილში და დამატებითი ვარჯიშები შეიძლება ასე გამოიყურებოდეს. ყველა ამ სქემას და ფაილს მე ვიდეოს აღწერილობაშიც დავურთავ ლინკის სახით და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ისინი და ისარგებლოთ. მზადების ყველა ეტაპზე არ ვივიწყებთ ძალისმიერ ვარჯიშებს. შეგიძლიათ ისინი აკეთოთ როგორც სახლის პირობებში, უმჯობესია დარბაში და მიზნად უნდა ისახავდეს ფეხის კუნთების, დუნდულა-კუნთების გაძლიერებას, ქორის და პრესის ვარჯიშებს და ასევე ზედატანის ვარჯიშსაც. ზედატანის ვარჯიში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თრეილში ძალიან ხშირად და უმჯობესია გამოიყენოთ სარბენი ჯოხები, ხოლო თქვენი ზედატანი, ძლიერი ზედატანი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ეფექტურად გამოიყენოთ ჯოხები და ზედმეტი დატვირთვა მოაშოროთ თქვენს ქვედატანს. და გარდა ამისა, ჯოხებით ბევრად უფრო კომფორტულია წონასწორობის დაცვა, აღმართში ასვლა და ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს. ამიტომ
ზოგადად მთლიანად ჯანსაღი და ნავარჯიშების სხეული ბევრად უფრო ეფექტურად დარბის და თავიდან აგაცილებს ტრავმებს. Transition პერიოდის შემდეგ დგება ეგრეთ წოდებული base პერიოდი. ეს ისეთი დრო არის, როდესაც ძირითადად თქვენ სულ ცოტა დაღლილი იქნებით. იგრძნობთ კუნთების დაღლილობას, იგრძნობთ იმ დატვირთვას, რომელსაც იღებთ, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გადაიიღალოთ. ზოგადი პრინციპი აქაც იგივე რჩება, 4 კვირაში ერთი არის დასვენების კვირა და აქაც ეგრეთ წოდებულ active recovery-ს აკეთებთ და ნელ-ნელა ზრდით თქვენ სარბენ მოცულობასა და ამაღლებას იქამდე, სანამ არ მიაღწევთ, ასე ვთქვათ, იმ იდეალურ კვირას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ კვირის ჭრილში ჯამურად იმდენი კილომეტრი უნდა ირბინოთ, რამდენიც მოგიწევთ საბოლოო გარბენზე. თუ ბეის პერიოდის რაღაც ეტაპზე შეატყობთ, რომ თქვენი мотиваცია დავარდა, სულ ხართ უენერგიოდ, შეგიძლიათ სცადოთ ასეთი სქემაც. კი, ზოგადად ვამბობთ, რომ მეოთხე კვირას უნდა დაისვენოთ, მაგრამ თუ ის კილომეტრები, რომელსაც დარბი ხართ, თქვენს გადაღლილობას იწვევს, უმჯობესია, რომ ყოველი მეორე კვირა შედარებით ნაკლები ირბინოთ და მისცეთ თქვენს სხეულს ადაპტაციის საშუალება. ეს თავიდან აგარიდებთ ტრავმებს და თქვენს ვარჯიშს უფრო სასიამოვნოს გახდის. ამ პერიოდში ასევე შეგიძლიათ რაიმე მეორე ხარისხოვანი, თქვენთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი გარბენიც ირბინოთ, მიზნად დაისახოთ, რომ თქვენი აღჭურვილობა, კვების სქემა და სხვადასხვა რაც წვრილმანები გატესტოთ, რომ უკეთ იცნობდეთ თქვენს თავს, თქვენს განწყობას, როგორ იქცევით გარბენისას და მოგცემთ მნიშვნელოვან გამოცდილებას ლოგისტიკურ და წვრილმან საკითხებზე. თუმცა ამ შემთხვევაში ამ გარბენს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ შედეგის კუთხით და 100%-ით არ უნდა დაიხარჯოთ, ასე ვთქვათ, ჭეხარისხის გარბენი უნდა იყოს თქვენთვის. გარბენამდე, მთავარ რეისამდე ბოლო 2 კვირა მეგობრებო არის ეგრეთ წოდებული თეიპერინგის პერიოდი. ყველაზე ნეტარი კვირები მთელი იმ ვარჯიშის შემდეგ, რაც გაქვთ განვლილი. ეს არის ის დრო, როცა მთავარი ფოკუსი და მიზანი არის დასვენება. ნარბენ კილომეტრებს დაახლოებით 50%-მდე ამცირებთ და მთავარია აღედგინოთ ძალები იმისთვის, რომ თქვენი მაქსიმუმი ანახოთ მთავარ გარბენზე. თუ თქვენი მთავარი გარბენი მაღალმთიან რეგიონში ტარდება, თეიპერინგის პერიოდში მიზანშეწონილი არის ანალოგიურ სიმაღლეზე გაატაროთ რაღაც პერიოდი. ეს მოგცემთ საშუალებას აკლიმატიზირდეთ, შეეჩვიოთ გაიშვიათებული ჰაერის პირობებში სირბილს და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო უკეთესი შედეგი დადოთ. რაზეც დღეს ვისაუბრეთ და ყველა სქემა რაც ეკრანზე გამოვიდა დავურთავ ლინკად აღწერილობაში და ყველა ეს სქემა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სტრატეგია და არა როგორც one fits all გეგმა. ვინაიდან გეგმა რომელიც ყველასთვის არის მორგებული, არის ყველაზე ცუდი, ბევრად უმჯობესია ვარჯიში მოარგოთ თქვენს თავს, გაითვალისწინოთ თქვენი სხეულის თავისებურებები, თქვენი ცხოვრებისეული მომენტები და შეასრულოთ ეს გეგმა, ვიდრე ვიღაცამ რაღაც გითხრათ და იმას ვერ მიყვეთ და ვერ შეასრულოთ და საბოლოო ჯამში კრახით დასრულდეს თქვენი მომზადების პროცესი. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი ვიდეო, ვერით თქვენს კითხვებსა და კომენტარებს და ასევე ბონუსად ყველა ამ წიგნსაც დაგილინკავთ, ძალიან კარგი წიგნებია და აბა დროებით.